პერსიფონა, მუდმივი ახალგაზრდა, შვილი და ქვესკნელის დედოფალი. როგორ გადის ქალი გზას? თითქოს ერთის მხრივ უმწიფრობიდან, ბავშვობიდან, შვილობიდან, დამოკიდებულებიდან სხვა ადამიანზე, როგორ გადის ამ უდიდეს გზას და ხდება ქვესკნელის სრულფასოვანი დედოფალი. ეს არის დამოკიდებული ნიშანი, ეს არის მიმღები ნიშანი, მუდმივად ელის სხვისგან და იღებს სხვისგან. ესეთი მომხმარებელი ნიშანი, მაშინ ბუნებრივია, მას აკლია დამოუკიდებლობა, თუ მას აკლია დამოუკიდებლობა, მას გადაწყვეტილების მიმღებლობა, მაშინ მას ახასიათებს შიშები, ჭოჭმანი, შეიძლება კონდეს პრობლემა რისკზე წასვლის, არსებობენ პრინცესები, რომელსაც ეს ძალიან უჭირთ, არიან ზედმეტად ფრთხილები და ბუნებრივია ეს არის მათი შეზღუდვა. თუ პრინცესა დადგება ამის წინაშე, გააკეთებს ამას, გაარკვევს რა ჭირს და ღრმად ჩავა საკუთარ თავში, ანუ ქვესკნელში, თუ წარმოვიდგენთ რომ ქვესკნელი ეს არის არაცნობიერი და ღრმად წავა ამ ყველაფერში, მაშინ ის მეორედ იბადება.